რა არის გეოლოგიური დრო და როგორ იზომება ის? დედამიწის ასაკი თითქმის 4,6 მილიარდი წელია. მაგრამ საიდან მოდის ასეთი დიდი რიცხვები? ამის გასაგებად მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური სისტემა გეოლოგიური დროის სკალა. გეოლოგიური დროის სკალა ეს სკალა 4 დიდ ერად იყოფა: პრეკამბრიული, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური. თითო მათგანი საკუთარ ეპოქებსა და პერიოდებად იყოფა, რაც გვეხმარება კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებაში, მაგალითად, დინოზავრების ეპოქის დადგენაში. როგორ იზომება ეს დრო? გეოლოგები იყენებენ რადიომეტრიულ დათარიღებას. ამ მეთოდით იზომება ქანის ასაკი მისი ატომური დაშლის მიხედვით. მაგალითად, ურანი იშლება ტყვიად 4,4 მილიარდ წელიწადში, ეს კი დროის ძალიან ზუსტ საზომად გვევლინება. როცა პალეონტოლოგი ძვლებს პოულობს, ან გეოლოგი ქანს იკვლევს, სწორედ ეს მეთოდები ეხმარებათ დადგინონ მათი ასაკი და ადგილი დედამიწის ისტორიაში. რადიომეტრული დათარიღების მეთოდების გამოყენებით გეოლოგებს შეუძლიათ პასუხი გასცენ კითხვას, რა ასაკისაა ეს ნამარხი? მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ერთი შეხედვით სტაბილური პლანეტა ჩანს, მისი ზედაპირი რადიკალურად შეიცვალა 4 მილიარდზე მეტი წლის განმავლობაში. მთები წარმოიქმნებოდნენ და იშლებოდნენ, კონტინენტები და ოკეანეები ადგილმდებარეობას იცვლიდნენ, დედამიწა კი ყინულით დაფარული უკიდურესად ცივი პლანეტიდან თბილ და ყინულისგან თითქმის თავისუფალ ადგილად გარდაიქმნა. ეს ცვლილებები, როგორც წესი, ისე ნელა ხდება, რომ ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში თითქმის შეუძლებელია შემჩნევა, თუმცა დედამიწის ზედაპირი ახლაც კი განიცდის ცვლილებასა და გადაადგილებებს. ამ ცვლილებებთან ერთად ორგანიზმებიც ვითარდებოდნენ და ზოგი მათგანი ნამარხის სახით შემორჩა. ნამარხის შესწავლა შესაძლებელია იმის გასარკვევად, რა ტიპის ორგანიზმს წარმოადგენს, როგორ ცხოვრობდა ეს ორგანიზმი და როგორ მოხდა მისი სხეულის შენახვა, განამარხება. თუმცა ნამარხს თავისთავად დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, თუ კი გარკვეულ კონტექსტში არ მოხდება მისი განხილვა. საჭიროა ნამარხის ასაკის დადგენა, რათა იგივე პერიოდის სხვა სახეობის ნამარხებთან მოხდეს შედარება. მონათესავე სახეობების ნამარხების ასაკის გაგება მეცნიერებს ეხმარება, ორგანიზმთა ჯგუფის ევოლუციური წარსული გამოიკვლიონ. მაგალითად, ნამარხთა მატიანეზე დაყრდნობით მეცნიერებმა იციან, რომ ამჟამად არსებული პრიმატები წარმოიშნენ პრიმატთა განამარხებული სახეობებისგან და ეს ევოლუციური პროცესი ათობით მილიონი წელი გრძელდებოდა. პრიმატთა სხვადასხვა სახეობების ნამარხების შედარებით მეცნიერებს შეუძლიათ გამოიკვლიონ, როგორ იცვლებოდა ნიშან-თვისებები და როგორ ვითარდებოდნენ ცხოველები დროთა განმავლობაში. თუმცა საჭიროა თითოეული ნამარხი პრიმატის ასაკის დადგენა, რათა ერთმანეთს შედარდეს სხვადასხვა პერიოდის ნამარხები და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ნაპოვნი ერთი პერიოდის ნამარხები. გეოლოგიური მასალების დათარიღების სამი ძირითადი მეთოდი არსებობს. პირველ რიგში შესაძლებელია განისაზღვროს ნამარხის შედარებითი ასაკი. შედარებითი დათარიღება გეოლოგიურ მოვლენებს ქრონოლოგიური წესით აწყობს ისე, რომ თითოეული მოვლენის კონკრეტული თარიღის დადგენა არ არის საჭირო. მეორე მეთოდით შესაძლებელია ნამარხების ან მიწის წარმონაქმნების, მინერალები, ქანები და ასე შემდეგ ასაკის განსაზღვრა. აბსოლუტური დათარიღება გეოლოგიური მოვლენის ასაკს აფასებს და ზოგჯერ საკმაოდ ზუსტად ადგენს, დროის რა პერიოდში არსებობდა განამარხებული სახეობა. მესამე მეთოდი გულისხმობს ქანებში არსებული მაგნეტიზმით ნამარხის ადგილმდებარეობის დათარიღებას. ამ მეთოდში გამოიყენება დედამიწის მაგნიტური ველის მიმართულება, რომელიც დროსთან ერთად იცვლება ხოლმე. ქანებისა და ნამარხების შედარებითი დათარიღება. გეოლოგებს განსაზღვრული აქვთ ის პრინციპები, რომლებიც გამოიყენება დედამიწის ზედაპირზე განლაგებული დანალექი და ვულკანური ქანებისადმი, რათა ქანების მატიანეში შემონახული გეოლოგიური მოვლენების შედარებითი ასაკი დადგინდეს. მაგალითად, დიდი კანიონის კედლებზე გაშიშვლებულ ქანებში მრავალი ჰორიზონტალური შრეა, რასაც მეორენაირად ფენა ეწოდება. ფენებს შეისწავლის სტრატიგრაფია და რამდენიმე ძირითადი პრინციპის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ქანების შედარებითი ასაკის განსაზღვრა. ზოგადად დანალექი ქანების უმეტესობა ან ჰორიზონტალურად არის განლაგებული წყლის მასებში, როგორიცაა ოკეანე, ან ხმელეთზეა ნაკადებისა და მდინარეების საზღვრების გასწვრივ. ყოველ ჯერზე ახალი ფენის დალექვისას გრავიტაციის ზეგავლენით მასის განლაგება ხდება ჰორიზონტალურად, ძველი ფენის ზემოთ. ეს პირველადი ჰორიზონტალურობის პრინციპია. გეოლოგიური შრეები ჰორიზონტალურად ან თითქმის ჰორიზონტალურად არიან დალექილი, ამგვარად შრეების ნებისმიერ დეფორმაციას ადგილი აქვს ქანების დალექვის შემდეგ. ზოგჯერ დანალექი ქანების წყობა ირევა გარკვეული მოვლენების შედეგად, როგორიცაა ნასხლეტის მოძრაობა, რომლის დროსაც დალექილ ფენებში შეჭრა ხდება. ეს მკვეთი დამოკიდებულების პრინციპია.
მის თანახმად, ნებისმიერი გეოლოგიური ფორმირება, რომელიც შრეს კვეთს, ამ შრის ჩამოყალიბების შემდეგ უნდა წარმოქმნილიყო. პირველადი ჰორიზონტალურობის, სუპერპოზიციისა და მკვეთი დამოკიდებულების პრინციპები საშუალებას იძლევა კონკრეტულ ადგილზე მოვლენების თანმიმდევრობა დადგინდეს. თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ორ სხვადასხვა რეგიონში მდებარე ქანების შედარებითი ასაკი განისაზღვროს. ამ შემთხვევაში დახმარებას გვიწევენ ნამარხები. თითოეული ნამარხის ტიპი დედამიწის ისტორიის უნიკალური ეპოქის ანარეკლია. ფაუნის თანმიმდევრობის პრინციპი გვამცნობს, რომ ნამარხთა სხვადასხვა ტიპები ყოველთვის ერთი და იგივე კანონზომიერებით ჩნდებიან და ქრებიან. როცა რაღაც სახეობა გადაშენდება, მის ნამარხებს უფრო ახალგაზრდა ქანებში ვეღარ შევხვდებით. ნამარხთა ტიპებს, რომლებსაც გეოლოგიური შრეების ერთმანეთისგან განსასხვავებლად იყენებენ, სახელმძღვანელო ნამარხები ეწოდებათ. სახელმძღვანელო ნამარხები დროის შეზღუდულ ინტერვალში გვხვდება. ჩვეულებრივ ეს არის ადვილად ამოსაცნობი განამარხებული ორგანიზმები, რომლებიც ვრცელ რეგიონებში მოიპოვებიან. პრიმატების ნამარხები ამ საკითხში, როგორც წესი, არ გამოდგება იშვიათობის გამო. უფრო ხშირად იყენებენ ღორისა და მღრღნელების მსგავს ორგანიზმებს, რადგან ისინი უფრო დიდი რაოდენობითაა, ფართოდ არიან გავრცელებული და შედარებით სწრაფად განიცდიან ევოლუციურ განვითარებას. ფაუნის თანმიმდევრობის პრინციპის გამოყენებით ვასკვნით, რომ თუკი სახელმძღვანელო ნამარხის შემცველ ქანში ამოუცნობ ნამარხს წააწყდებიან, ეს ორი სახეობა დროის ერთსა და იმავე პერიოდში არსებობდა. თუკი ერთსა და იმავე სახელმძღვანელო ნამარხს სხვადასხვა რეგიონებში ხვდებით, ამ რეგიონთა შესაბამისი შრეები სავარაუდოდ ერთ პერიოდში დაილექა. ამგვარად, ფაუნის თანმიმდევრობის პრინციპი საშუალებას გვაძლევს უცნობი ნამარხების შედარებითი ასაკი განვსაზღვროთ და ვრცელ ერთმანეთთან არამოსაზღვრელ რეგიონებში მდებარე ნამარხთა უბნები დავაკავშიროთ. გეოლოგიური დრო გვაჩვენებს, რამდენად მდიდარი და ცვლილებებით სავსეა ჩვენი პლანეტა. გამოიწერე არხი, თუ გინდა კიდევ უფრო საინტერესო და გასაგებად გაგაცნოთ დედამიწის საიდუმლოებები.